ჩემთვის პირადად ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე კარგად მაჩვენებს ჩვენს კავშირს ევროპასთან. რა იცოდნენ ევროპელებმა საქართველოს შესახებ, რა ვიცოდით ჩვენ. ახლა ჩვენ სადაც ვდგავართ, ეს არის ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა ვენაში და ინახავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ კარტოგრაფიულ კოლექციას. აქ 100 ასებზეა საუბარი და არა 1, 15 და 20 რუკაზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სრულიად უნიკალური და აი თუ ერთ რუკას გამოვყოფთ რომელიმეს, ეს არის პოიტინგერის ტაბულა, რომელიც ითვლება რომ ყველაზე ძველი ევროპული რუკა, რომელიც კი ჩვენამდე არის მოღწეული. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ რუკა უფრო ძველია, პირველ საუკუნეშია შექმნილი, სადღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1600-დან 2000 წლამდე არის ამ რუკის ასაკი, რომელიც პრაქტიკულად მოიცავს ტერიტორიას დღევანდელი დიდი ბრიტანეთიდან, სადღაც ინდოეთის დასავლეთ ნაწილამდე, ანუ ის სამყარო, რომელიც ცნობილი იყო ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციისთვის, მთელს ამ სამყაროს აღწერს. ცხადია, ამ რუკების გამოყენებით ვერავინ ვერსად ვერ გადაადგილდება და დღეს ვერ წავა, მაგრამ თავისთავად ის თუ რა იცოდნენ რომაელებმა ამ სამყაროს შესახებ არის ძალიან კარგად წარმოდგენილი და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი აღნიშვნები არის საქართველოსთან დაკავშირებით, კოლხეთს და იბერიას უკავშირდება ეს აღნიშვნები. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რუკაც ადასტურებს, რომ ჯერ ერთი რომ კოლხეთი იბერია ცნობილია კარგად ევროპული კარტოგრაფიისთვის ამ პერიოდში ერთი და მეორე ჩვენს ამ ცივილიზაციის ნაწილი ვარ. ეს ვინჩენცო კორონელის გლობუსია, ზოგადად მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ვენეციაში საქმიანობდა, ბერი იყო ასევე და კორონელის გლობუსების დიდი კოლექცია აქვს საკმაოდ ვენას. ცალკე გლობუსების მუზეუმშიც არის წარმოდგენილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გაფანტული, რატომაც კორონელის გლობუსები არის საინტერესო მათ შორის ჩვენთვის. საინტერესო აღნიშვნები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ის იშვიათი კარტოგრაფია კორონელი, ვინც შავ ზღვაში სამეგრელოს ნაპირებთან იყენებს შავი ზღვის ლოკალურ სახელწოდებას სამეგრელოს ზღვა, მარე დი მინგრელია. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რაღაც კავშირი და ბმა ზღვასთან იმ დროინდელ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს. საერთოდ ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი როდის ვჩდებით პირველად საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ევროპულ რუკებზე, აქ ძალიან მარტივი პასუხია. იმ წამს, რა წამსაც ევროპული კარტოგრაფია ჩნდება, ჩვენც ვჩდებით ევროპულ რუკებზე. ანუ ჩვენ არ ვართ უცხო სივრცე, უცხო ნაწილი ამ დიდი რაღაც ცივილიზაციისა, ხო? დავიწყე რუკების და ძველი წიგნების გრავიურების ესე შეგროვება კოლექცია 2017 წლის ბოლოს. და დღეს ეს რაოდენობა 100-ზე მეტია რუკებისა. საქართველოში პირად კოლექციად რაც შეეხება ერთ-ერთი გამორჩეული კოლექცია. პირად კოლექციაში ყველაზე ძველი რუკა ეს არის 1499 წელს დაბეჭდილი რუკა. რომშია დაბეჭდილი, პტოლემეოს სარვასის ნაწილობრივ კოლხეთი, იბერია, მაშინდელი ალბანეთი და არმენია არის წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო რუკა. უკვე ერთ წელზე მეტია დავაფუძნეთ კომპანია Mappa Cartographica, რომელიც არა მარტო თბილისში, არამედ მთელს რეგიონში მთლიანად არის პრინციპში ერთადერთი კომპანია, სადაც დამთვალიერებელ შეუძლია მოვიდეს და ადგილზე ნახოს კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ორტელიუსი ითვლება პირველ თანამედროვე ევროპელ კარტოგრაფად, ვინც კარტოგრაფიის თანამედროვე გაგება შემოიტანა. ხო, როცა ლაპარაკია ერთ თარგზე, ერთ ფორმატში შესრულებულ რუკებზე, ერთ წიგნში თავმოყრა ამ ყველაფრის და ძველი პტოლემეოსის დროინდელი სამყაროს და ახალი სამყაროს დაკავშირება ერთმანეთთან. და აი ისიც კითვლიდა, რომ ეს რუკა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს არის 1741 წელს დაბეჭდილი ჯორჯ ჰორნის ვერსია, 4 ნაწილისგან შედგება და თითოეულ ნაწილზე ორ-ორი რუკა არის დატანილი, ხო, ორ-ორი მონაკვეთია დატანილი, 2, 4, 6, 8 არის. საქართველოს ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოლხეთი, ასევე იბერია ამ რუკაზე წარმოდგენილია და ეს მათ შორის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი როლი და ჩვენი ადგილი გვაქვს ამ ევროპულ რუკაზე. აი ეს წეგან რაც ვახსენეთ, აი ეს გონიოს და სოხუმის აღნიშვნები განსაკუთრებით არის გამოყოფილი და სხვათა შორის სოხუმს ამ სახელით
როგორც აქ წერია სებასტოპოლის ამ სახელის სოხუმს ჩვენ ხვდებით უკვე მოგვიანებით პერიოდის რუკებზე, ეს არის მე-17 საუკუნე, მე-11 საუკუნე, როდესაც არა ძველ სამყაროზეა რუკები, არამედ კარტოგრაფი თანამედროვე ან მისი ცხოვრების პერიოდის სამყაროს რუკებს ქმნის, იქაც ხვდება სებასტოპოლის და უფრო მეტიც ყველაზე ხშირად დროშა ევროპულ საზღვაო რუკებზე ფრიალებს სოხუმის თავზე. და ეს ხუთშვრიანი დროშაც მათ შორის ახლა რაც არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დროშა, არის სწორედ სოხუმის თავზე აღმართული და აქ ერთი ესეთი მომენტია მნიშვნელოვანი, რომ ევროპულ პორტოლანის ტიპის რუკებში არსებობს ასევე რუკა, რომელზეც მხოლოდ თბილისის თავზე ფრიალებს ხუთშვრიანი დროშა. და ამ ორ ქალაქზე ეს დროშების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ორივე ქალაქი ერთი სივრცის, ერთი კულტურის და ერთი სახელმწიფოს ნაწილია. ამიტომაც ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს აღნიშვნები, რასაც ევროპული კარტოგრაფია გვთავაზობს და მათ შორის დროშების აღნიშვნის თვალსაზრისით კიდევ საერთოდ ფანტასტიკა არის, იმიტომ რომ ხშირად როცა დისკუსია მიდის იმაზე, რომ ეს ხუთშვრიანი დროშა იყო თუ არა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც წყაროები მოწმობს, დიახ, შემთხვევით არავის ასეთ ლამაზ დროშას არ დაუხატავდა არც სოხუმის თავზე და არც თბილისის თავზე. ხშირად არის რომ აი 50-60 კილოგრამი ბარგი თვითმფრინავით მგზავრობისას ან ეს რუკებია, ან წიგნებია, იმიტომ რომ ვენა ძალიან კომფორტულია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეაგროვო და საზღვარზეც როცა შევდივარ და ცხადი ამის დეკლარირებას ვაკეთებთ, ხშირად ესეთი მომენტია, რომ აი გეკითხებენ, აბა ეხა რუკებია თუ წიგნებია და თითქმის ყველა იქ ვინც მუშაობს, უკვე იცის, რომ მე რო ჩავდივარ, რაღაცა საინტერესო მაქვს და ეს პროცესი საათნახევარი გრძელდება მე იქ ადგილზე. და უხალისობთ თან პარალელურად ერთგვარად თან ათვალიერებენ, თან ნახულობენ და თუ ქუთაისი აღმოჩნდება, ეს კიდე განსაკუთრებით მათთვის ისეთია, რომ აი ერთხელ იყო მქონდა შემთხვევა, რომ თბილისი იყო და მეორე თუ მესამე ჩასვლაზე რაღაცა რომ გადავფურცლე, ვაჩვენე, რომ აი ქუთაისი მეთქი და აი ისეთი გაბწყინებული სახე ქონდა, მე ბაჟეს, რომ აი ქუთაისიც გამოჩნდა.